შეხედეთ რულა სათლი როგორ აქვს. აქედან რო ტყვია გამოდის. აქ გრძელი ისა აქ. რკინა დატოვებული ზემოდან წათლილია. ანუ გაზი აქეთ მხრიდან ამოდის და რულას აწვება დაბლა. ნუ ავტომატური ჯერის დროს, როცა სათით ავთითვრის, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ავტომატური ჯერის დროს, როცა მთლიანად ის მთელ მჭიც ეს რულა სტაბილიზაციას უკეთებს, რომ დაბლა წამოვიდეს. ნუ თუ ძალიან გამოსდილი ხართ, ხელთაც შეძლებთ ამის დაბალანსებას, მაგრამ როცა შარში ხართ, ომი და რაღაცა და უცებ ამოხტი და სრულად დაიწყე, აი ეს წაგივად ზემოთ რა. ამიტომ ეს მერე მოდერნიზაცია გაუკეთეს და აი ეგეთი რაღაცა გააკეთეს. მერე ჩემ ავტომატს შევადარებ ამ ავტომატს, კიდე ცალკე ვიდეოს შავიწერ, AK-74 და AKM-SE სკალადნოი. ნუ ახლა ამას ნუ მიაქცეთ ყურადღებას, მნიშვნელობა რა აქვს, ჩათვალეთ რომ AKM-ია. შევადაროთ იმას ხვილი რანაირი ქონდა და სხვანაირი რაღაცა მოიფიქრეს. დანარჩენი მერე იმის შედარებაზე ეს ორი ავტომატი ერთმანეთს შევადაროთ. მოდი ახლა ვისროლოთ, ხო? ეხლა ამას რო იყიდით.